ნაციონალური მოძრაობა მერიას საშტო ერთეულის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს განცხადებას ნაციონალური მოძრაობა აკეთებს. თამაშ შოშიაშვილის განცხადებით დავით ნარმანია მერის ადმინისტრაციის მრჩევლებისთვის 5 საშტო ერთეულის გაზრდას ითხოვს. მისი მერად არჩევის შემდეგ კი მისი ინფორმაციით თარობაში დასაქმებულთა რაოდენობა 353-ით გაიზარდა. უმცირესობის წევრის თქმით თბილისის მერია ქალაქის განვითარების ნაცვლად ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმებით არის დაკავებული. დავით ნარმანია დამატებითი მრჩევლების დანიშვნის ფაქტს არ ადასტურებს, ის ამბობს, რომ აღნიშნული შტატები აქამდეც არსებობდა, თუმცა სხვადასხვა უწყებაში იყო გადანაწილებული. უკიდეგანით ხდება ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმება დედაქალაქის მერიაში. დავით ნარმანიას მხრიდან ხდება ოფიციალურად საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი სახელმწიფო განამატებით, პრემიებით იმ ადამიანების დასაქმება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არიან არაკომპეტენტურები. ადმინისტრაციაში სხვადასხვა მიმართულებით იყო შტატები გაფანტული, ამ ცვლილებით ხდება ერთიანად თავმოყრა, მით უმეტეს რჩევლები ჩვენ გვყავს ცენტრალურ აპარატში, ასე რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამით არ ხდება. იქ სადაც მოხდა შტატების დამატება, ეს ობიექტური აუცილებლობით იყო გამოწვეული.